ბორჯომში ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სხვადასხვა ხარისხის და ზომის ფილები კოსტავას, მესხეთისა და რუსთაველის ქუჩებზე დაიგება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 370.000 ლარი იხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ლიკანი 2000-მა სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყო და მუშაობა 3 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. კოსტავას მიმდებარე ქუჩაზე დაიგება ბაზალტის ფილა, ფეხით სავალ ნაწილზე და გვერდითი კოლუმბები გრანიტის ფილით მოპირკეთდება და ლიბერტი ბანკიდან მარადიულ ცეცხლამდე როგორც ბაზალტის ფილის, ასევე გრანიტის ფილი დაიგება. მესხეთის ქუჩაზე ჩვეულებრივად გაგრძელდება არსებული რაც არის ბაზალტის ფილა. და პირობას დებთ რომ ეს იქნება ხარისხიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველნაბის საკონტროლებს მუნიციპალიტეტის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც უბრალოდ უფლებას არ მისცემს იმას, რომ რამე უხარისხოდ შესრულდეს.